მოგესალმებით. მე ვარ ნათია გორგაძე, განათლების საკითხების მკვლევარი, წარმოვადგენ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრს და დღეს ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენ საუბრებს განათლებაზე, რომელიც USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დღეს მე მყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპის სკოლის დირექტორი ეკა დგებუაძე. ეკა, მოგესალმებით. ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩემთან ხართ და ერთად ვისაუბრებთ. დღეს ჩვენ გვინდა რომ ვისაუბროთ ზოგადსაგანმანათლებლო განათლების რეფორმის შესახებ, რაღაცნაირად დავინახოთ ის მიმართულებები, ის პერსპექტივები და საშუალებები, რომლებიც არსებულ გამოცდილებაზე დაფუძნებით არსებობს ამ სისტემაში და შეიძლება რომ განვითარდეს. ჩვენმა ორგანიზაციამ არც თუ დიდი ხნის წინ განახორციელა ახალი სკოლის მოდელის კვლევა, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში ხორციელდებოდა და ამ კვლევამ მაჩვენა ძალიან ბევრი მიმართულებები, როგორც განათლების პოლიტიკის, ასევე ინსტიტუციური და საკლასო პრაქტიკების დონეზე, რომელიც ერთი მხრივ რასაკვირველია ხასიათდებოდა გარკვეული ხარვეზებით და გამოწვევებით, თუმცა ამავდროულად დაგვანახა, რომ ახალი სკოლის მოდელის განხორციელებამ ძალიან ბევრი ახალი პერსპექტივები შესძინა ზოგადი განათლების სისტემას. ამიტომ ეკა, რომელიც ძალიან ჩართული იყო იმ პერიოდში აი ამ პროცესებში და ძალიან კარგად იცნობს სისტემას, როგორც შიგნიდან, ასევე შეუძლია რომ რაღაცნაირად გარედან შეხედოს იმ მოვლენებს, რომელიც ხორციელდებოდა და ამ გამოცდილებაზე დაფუძნებით პრინციპში დაგვანახოს თავისი ხედვები ზოგადი განათლების განვითარებასთან დაკავშირებით, ალბათ ძალიან კარგად შეძლებს, რომ ძირითადი ასპექტები გამოყოს და თავისი მოსაზრებები გაგვიზიაროს. ამიტომ დიდი სიამოვნებით გადმოგცემთ სიტყვას და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან. პირველი კითხვა ალბათ, რომელიც მექნება, იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ასპექტები, რომელი კონკრეტული მიმართულებები გგონიათ ეკა, რომ განსაკუთრებით რაღაცნაირად ხაზი გაესვა ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში და შესაბამისად გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღეს ვისაუბროთ ამ ასპექტებზე, როგორც შესაძლებლობებზე, როგორც რაღაცნაირად გრძელვადიან ხედვებს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ნათია, დაგეთანხმებით, აქტიურად ვიყავი ჩართული სწორედ ახალი სკოლის მოდელის გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელების პროცესში. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და მადლობა გადაგიხადოთ, რომ ზოგადი განათლების მიმართულებით ჩატარებული კვლევასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის მიმართულება, რომელიც ზოგადად მგონია, რომ აკლია სისტემას და უამრავი კვლევები არის ჩასატარებელი იმისთვის, რომ შეფასდეს, სად არის სისტემა, სად არის კონკრეტული მიმართულებით და შეფასების საფუძველზე მან გაუმჯობესოს და სწორი გზით განაგრძოს, ასე ვთქვათ, განვითარება. ასე ვთქვათ, ამ კვლევამაც გვაჩვენა, რომ ის ნიშნულოვანი, ვთქვათ, რეფორმის ნაწილი, რომელსაც ახალი სკოლის მოდელს ვეძახით, შეფასდა და გარკვეულწილად გამოწვევებით, ასე ვთქვათ, დავინახეთ. თუმცა ეს მიმაჩნია, რომ საინტერესოა ეს გამოწვევები, იმისთვის არსებობს და კვლევები, რომ რაღაცნაირად ცოტა უკან დავბრუნდეთ და რაღაცები გადაფასდეს და სისტემური განვითარება უფრო მეტად სწორ გზაზე და სწორი მიმართულებით წავიდეს. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, გავეცანი კვლევა, ძალიან საინტერესო იყო. იყო მოსაზრებები, რომელსაც აბსოლუტურად ვეთანხმები. არის მიმართულებები, რომელზეც მნიშვნელოვანია, რომ აქცენტი გაკეთდეს და მოდიშ რაღაცნაირად ვთქვათ, სხვადასხვა დონეზე როგორ შეიძლება, ვთქვათ, სისტემის რეფორმის განვითარება. მე ვიტყოდი, რომ არა მარტო ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ვისაუბრებდი ზოგადი განათლების რეფორმას, არამედ მიმაჩნია, რომ ზოგადი განათლების რეფორმა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მარტო
ის ღონისძიებები, რომელიც ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში იყო დაგეგმილი, ვერ მისცემს შესაძლებლობას სისტემურ განვითარებაში. ჩემი ასე ვთქვათ, გამოცდილება და რეკომენდაცია იქნება თუ პოლიტიკის დონეზე ვისაუბრებთ ის, რომ ჩემთვის ეს არის რაღაცა დიდი ფაზლი, სადაც არსებობს უამრავი მიმართულება. თუ სისტემურად არ დავჯექით და არ ვისაუბრეთ რისგან შედგება ზოგადი განათლება და ეს ფაზლს არ დავარქვით თავისი სახელი და არ დავიწყეთ ზრუნვა, რომ თითეული მიმართულებით როგორ შეიძლება განვითარება, ამ წერტილოვანმა განვითარებამ და ჩარევებმა მოგცეს იმის, ასე ვთქვათ, სურათი, რომ რაღაცა მიმართულებით სისტემა ვითარდება, მაგრამ როდესაც უკან ბრუნდები, ის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სწორედ იმ ნაწილის, იმ მიმართულების ნაწილია, გრჩება, ასე ვთქვათ, განუვითარებელი ყურადღების მიღმა. ამიტომ მგონია, რომ ჩემი ფიქრი ამ სისტემურ განვითარებაზე მნიშვნელოვანია, რომ ჯერ მოხდეს იდენტიფიცირება ყველა იმ ნაწილის, რა ნაწილზეც, ვთქვათ, რეფორმა არის განსახორციელებელი. და ვთქვათ, ახალი სკოლის მოდელმა აჩვენა, რაც მე მომწონს იმ კუთხით, რომ ახალი სკოლის მოდელი დაიწყო, ვთქვათ, პირველივე საფეხურიდან და ჩარევა მოხდა, ვთქვათ, როგორც კურიკულუმის მიმართულებით, პროფესიული განვითარების მიმართულებით და ასე შემდეგ. ჩემთვის, ვთქვათ, დაწყებითი საფეხური ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რადგან ის, ვთქვათ, საფუძველი, რა საფუძველსაც ჩვენ ჩავდებთ მოსწავლეებში, მასზე დაშენებით ხდება უკვე შედეგის მიღწევა. აი, მაგალითად, რა ვიცი, სულ ესე წარმომიდგენია, რომ თუ მათემატიკურ ოპერაციებს არ ვასწავლით სწორედ, რაზეც მთელი ეს 12 კლასი შენდება, იმ მაღალ კლასებში და საფეხურებში, როდესაც მე ეს საფუძველი არ ამაქვს, ჩემი განვითარება, სწორი განვითარება ვერ მოხდება. ამიტომ თუნდაც აი ამ ელემენტარული მათემატიკის ცოდნასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რა რესურსი იყენებს მასწავლებელი, რა კომპეტენცია გააჩნია, სწორი აფასებს თუ არა მოსწავლის შესაძლებლობიდან გამომდინარე, რა მეთოდოლოგიას იყენებს, რა კურიკულუმი არსებობს, არის თუ არა ის კურიკულუმი, შესაბამება თუ არა ის კურიკულუმი, თქო დროში როგორ არის გაწერილი, პროგრამას როგორ ვითვისებთ. აი ეს ერთი პატარა ისტორია, რის გარშემო ხდება ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი. თუმცა ვიტყვი, რომ პოლიტიკის დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი არის დავიწყებდი ინფრასტრუქტურიდან. იმიტომ რა გარემოში, ვთქვათ, ვიწყებ მე და რა გარემოში ვთავაზობ მე ერთის მხრივ მასწავლებელს. რა სამუშაო გარემოს უქმნი, რაზეც არის დამოკიდებული უდიდესი ნაწილი, ვთქვათ, იმ ხარისხის, რა ხარისხით, ვთქვათ, შეძლებს მასწავლებელი, თუნდაც როგორც კვლევაში იყო აღნიშნული, რომ აი კურიკულუმების შემუშავებას, თანამშრომლობას, კოლეგებს შორის და მივდივართ იქითკენ, როდესაც, ვთქვათ, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე უნდა გადავიდეთ და ამაზე გადასული არის წარმატებული ქვეყნები. რას ნიშნავს მოსწავლეზე ორიენტირებული განათლება, ან რას ნიშნავს ინტეგრირებული ინტერდისციპლინური სწავლება, ხო? ეს რა არის? ეს არის ის, რომ ვთქვათ, აი კვლევაშიც აღმოჩნდა, რომ ის პროექტები, რომელიც ვთქვათ, ინდივიდუალურად ყველა საგანში ხორციელდება, ხო, იქ იყო, როდესაც წარმატებული იყო, ესე მახსოვს, როდესაც საგნების გაერთიანება მოხდა და გამჭოლი, ვთქვათ, პროექტი გაკეთდა, მოსწავლემ დაინახა ამ შემთხვევაში, ვისთვის რა ძალა აქვს იმ თემას, როგორ გამოადგება ეს თემა ცხოვრებაში, ხო? ამიტომ ეს ინტერდისციპლინური სწავლება მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვანი, ვთქვათ, ნაბიჯად, მაგრამ თუ მე არ შევქმენი ის ინფრასტრუქტურა, ის თანამშრომლობითი კულტურა, რომელიც თუნდაც აი ინტერდისციპლინური სწავლებისთვის არის მნიშვნელოვანი, ძალიან რთული იქნება ამის განხორციელება. ასევე აღნიშნავდი, კვლევაში იყო ნათქვამი ავტორიზაციასთან დაკავშირებით. ასევე მიმაჩნია, რომ ავტორიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალა რეფორმის ნაწილში. რაღაცა თუ ესე შევხედათ
ინსტიტუციურ მზაობას, რაც არის ავტორიზაციის მთავარი ფუნქცია, ხო? ინსტიტუციურ მზაობას, ინსტიტუციის სკოლის რეალურად პოზიციონირებას იმ ხედვებთან მიმართებით, რომელიც არსებობს პოლიტიკის დონეზე. ეს არის ხო რეალურად ეს ავტორიზაცია და ვთქვათ, მე იქ მოდის, რომ ყველა მოსწავლისათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, ხარისხიანი განათლება, რა ვიცი, ღირსეული პროფესიული პოზიციონირება მასწავლებლების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, სწორედ რადგან ამაზე ვსაუბრობთ, მინდა რომ რაღაცნაირად ჩაგეკითხოთ, ხო? კვლევაში ამოვიდა, რომ ერთი მხრივ სხვა რეფორმებთან თავსებადობა რეალურად ვთქვათ არ იყო მთლად ბოლომდე რაღაცნაირად მაინც წარმოადგენდა მოდით გამოწვევას და მეორე მხრივ აჩვენა რომ აი ავტორიზაციასთან რადგან ვახსენეთ ხო ავტორიზაციასთან აი ეს ბმა ახალი სკოლის მოდელის იყო ბევრად უფრო მკაფიო და რაღაცნაირად ის სკოლები რომლებიც ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში წამოიწიენ და შეძლეს ვთქვათ გარკვეული მიღწევები ჰქონდათ მათ ადვილად შეძლეს ასევე ავტორიზაციის კრიტერიუმების დაკმაყოფილება განსაკუთრებით სწორედაც რომ აი სასკოლო კურიკულუმის და სკოლის ხედვის თვალსაზრისით ბევრად უფრო მზად აღმოჩნდნენ სხვა სკოლებთან შედარებით. აი ამ კუთხით როგორ ფიქრობთ თქვა იგივე ავტორიზაცია როგორც სკოლების ეს ჰოლისტური განვითარების შეფასების მექანიზმი და მეორე მხრივ ის მიმდინარე საქმიანობები, რომელიც დღემდე სკოლებმა შეინარჩუნეს ახალი სკოლის მოდელის აი ამ რაღაცა ფაქტობრივი დასრულების შემდეგაც, ხო? ეს ყველაფერი პოლიტიკის დონეზე რანაირად შეიძლება რომ იყოს მხარდაჭერილი იმ ფონზე, რაზეც თქვენ საუბრობთ, ხო? როდესაც ინფრასტრუქტურა ნამდვილად რაღაცნაირად შესაბამისია და მხარს უბამს და უჭერს, თქვათ, აი იმ მიმდინარე პროცესებს, რომელიც არსებობს, თანამშრომლობა ახსენეთ, ხო? ეს თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის, რომელიც კი სივრცის თვალსაზრისით ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია როგორია სკოლების ხედვა, როგორია ლიდერის მხარდაჭერა ამ საკითხებთან დაკავშირებით. აი, მოდით ამაზე ვისაუბროთ, რა პერსპექტივები გაჩნდა იმ გამოცდილების ბაზე დაფუძნებით, რომელიც მივიღეთ აქამდე. კი ბატონო, ასევე აღნიშნავ, რომ რახან აღნიშნეთ დასაწყისში, რომ ვიყავი ნაწილი აი ამ ახალი სკოლის მოდელის, უნდა აღნიშნო, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ ახალი სკოლის მოდელის, ვთქვათ, იდეოლოგიაზეც მუშაობდნენ, მათი უდიდესი შრომა მინდა ხაზი გაუსვა და მათი მოლოდინი, რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა მოხდებოდა და ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა და უნდა აღვნიშნო ამ ადამიანების აი ეს ენთუზიაზმი და იდეა რომ რაღაცა იცვლებოდა და ნამდვილად დასაფასებელია. მეორე მხრივ ზუსტად ახალი სკოლის მოდელი მიმდინარეობდა, როდესაც უკვე ავტორიზაციის პროცესი დაიწყო განათლების სამინისტროს და მინდა აღვნიშნო რომ არ ვიცი რატომღაც მიმაჩნია რომ ავტორიზაციამ ძალიან დიდი როლი უნდა ითამაშოს ზოგადად რეფორმის ნაწილში. და რატომ დღესდღეობით არსებობს ეს რაღაცა სტანდარტი, 4 სტანდარტი, რომელიც სკოლამ უნდა დააკმაყოფილოს. ძალიან დეტალურად არის და გაწერილი, ვთქვათ, რა დოკუმენტები უნდა არსებობდეს სკოლაში იმისთვის, რომ ფუნქციონირებდეს და პროცესი მიმდინარეობდეს შესაბამისად. როგორი უნდა იყოს საზოგადოების ჩართულობა და ასე შემდეგ. თუმცა მოგეხსენებათ და ერთ-ერთი პოზიტიური, არ ვიცი და შეგვიძლია დავარქოთ პოზიტიური, რომ რა იდეის მატარებელია, ხო, ავტორიზაცია. ის რომ სისტემას უნდა კონდეს ხედვა, როგორი სკოლა და როგორი განათლების სისტემა უნდა შექმნას და განავითაროს თავის ქვეყანაში. მე ესე უყურებ ავტორიზაციას და იმის მიხედვით მე როგორი სტანდარტის ინფრასტრუქტურა მჭირდება, როგორი მასწავლებელი მჭირდება, როგორი ტიპის დოკუმენტაცია მჭირდება, ზრუნვაზე ორიენტირებული უნდა იყოს თუ რა ტიპის სკოლა უნდა იყოს. მე თლიანობაში ასე უყურებ სკოლას, როდესაც ვსაუბრობ სკოლის ავტორიზაციაზე. და მინდა აღვნიშნო, რომ ხა საქართველოში გვაქვს 2000-მდე საჯარო სკოლა და არავინ არ უყურებს აი ამ ავტორიზაციას იმ კუთხით, რომ ეს სკოლები რაღაც ავტორიზაციას ვერ გაივლის და ეს
სკოლა უნდა დაიხუროს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ამ ავტორიზაციის მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ ჩემი გრძელვადიანი პერსპექტივა, ანუ ავტორიზაციის მიღებიდან ავტორიზაციის გასვლამდე, მე როგორ ვეხმარები სკოლას მაქსიმალური სტანდარტის მისაღწევად. და რას ვაკეთებ სისტემა იმისთვის, რომ გაგაძლიერო როგორც სკოლა, თუნდაც ბევრჯერ აღვნიშნე, მაგრამ ინფრასტრუქტურულად, ტექნოლოგიურად, ლაბორატორიები როგორ არის მოწყობილი, მასწავლებლების პროფესიული განვითარება როგორ ხდება მასწავლებლების შეფასება, ვინ აფასებს, რა ასე ვთქვათ, ცოდნა აქვს და კომპეტენცია სკოლის დირექტორს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი, რომ სკოლის დირექტორმა შეძლოს სწორი შეფასებების გაკეთება, თუნდაც აკადემიურ ნაწილში და სწორი რეკომენდაციების მიცემა და როდესაც საუბრობთ სკოლის დონეზე მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას, ეს არის სწორედ წინაპირობა იმისი, რომ ძლიერი, ვთქვათ, ადმინისტრაცია და ძლიერი, ვთქვათ, დირექტორი, რომელიც მართავს და უყურებს და განვითარებაზე ორიენტირებულია, ეს არის ყველაფერი იმ ავტორიზაციის სტანდარტების ნაწილი, რომელსაც ერთის მხრივ სკოლა მიყვება, მეორე მხრივ სისტემას პულსზე უდევს ხელი და ფაქტიურად მუდმივ მონიტორინგს აკეთებს და თითეული სკოლის აქ დეტალური ინფორმაცია და არის და ყოველი ვთქვათ დაგეგმვის პროცესი, როდესაც თუნდაც სამოქმედო სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე ვსაუბრობთ, სწორ გეგმის შექმნის შესაძლებლობას მისცემს. მე პირადად ასე უყურებ ავტორიზაციის ნაწილს. ხო, მიხარია, რომ რაღაც ეტაპზე მიმდინარეობს ეს პროცესი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვისურვებდი, რომ აი ხედვა, რომელიც ვთქვათ არსებობს და ის სტანდარტები, რომელიც არსებობს, ზოგი სტანდარტი მშვენივრად გამოიყურება და ძალიან კარგად მიდის ეს პროცესი, მაგრამ არის რიგი საკითხები, როდესაც პოლიტიკურად თუ გვინდა დავინახო, აი ამ ნაწილის გაძლიერებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი იქნება, რომ გაკეთდეს აქცენტები. აი აქ კიდევ მინდა რომ რაღაცნაირად დავაზუსტოთ, ზუსტად ის რასაც საუბრობთ, ხო, ის მახასიათებლები, მოდით ესე დავარქვათ, რომელიც სკოლას უნდა გააჩნდეს, ხო, ინსტიტუციურად იმისათვის, რომ ის იყოს აი ამ ავტორიზაციის ხედვების, ესე რომ ვთქვათ, აბსოლუტურად ჰოლისტური ნაწილი. აი ისევ ახალ სკოლას თუ დავუბრუნდებით. ახალი სკოლის მოდელმა ჩვენ გვაჩვენა, რომ რეალურად გამოიკვეთა ის სკოლები, მე არ ვსაუბრობ ახლა რა იყო თქვა წინა პირობები ამის ის რომ თქვა სკოლები თავად იყო ბევრად რომ მოწესრიგებული, თქვა მოსწავლეთა კონტინგენტი იყო შესაბამისი, მასწავლებელთა გუნდი იყო, თქვა მაღალკვალიფიციური და ასე შემდეგ, ხო, ვიცით რომ ახალი სკოლის მოდელი როდესაც დანერგვა დაიწყო, რეალურად აქცენტი გაკეთა ისეთ სკოლებზე, სადაც აი ეს ხედვები განსაკუთრებით კარგად გამოჩნდება. თვითონ გამოხატეს მზაობა, რომ მე მინდა ვიყო აი ამ რეფორმის ნაწილი და მზად ვარ ცვლილებებისთვის. აი პირველი მიდგომა ესეთი იყო. და ამ სკოლებმა მართლაც აი ხარ თუ შევხედავთ, ხო, რამდენიმე წლის გადმოსახედიდან შეძლეს, თქვათ, კარგად გაყოლოდნენ აი ამ ახალი სკოლის მოდელის ხედვას და ვთქვათ ის კომპონენტები, რომელიც იყო ახალი სკოლის მოდელში ხაზგასმული და ვთქვათ წარმოჩინებული, კარგად განევითარებინათ, ხო? აი მე მაინტერესებს რეალურად, რამდენად ხედავთ ვთქვათ იმ სივრცეებს ავტორიზაციის პროცესში, ან რამდენად უნდა იყოს ორიენტირებული თვითონ სისტემის განვითარება, რეფორმა იმაზე, რომ აი ასეთი სკოლები გამოიყოს, გახდეს რაღაცნაირად სამოდელო სკოლები, თქვათ, მათი გამოცდილების, გაზიარების რაღაცა ინსტრუმენტები შეიქმნას, რაღაცა სწორებისათვის რა ტიპის სკოლებს, ის რაზეც საუბრობთ, ძალიან კარგად ჟღერს, ხო? ავტორიზაციაში ნამდვილად ძალიან ესეთი სასიკეთო და პოზიტიური ცვლილებების აღწერა ამოცემული, მაგრამ მეორეა, აი რამდენად მიუყვებით, ხო, ამას. აი მაინტერესებს თუ არსებობს რაღაცნაირად ის პრაქტიკები, რომელიც ამ რეფორმას, ხო, ახალი სკოლის მოდელს და ავტორიზაციას, რომელიც ერთმანეთთან ყველაზე თანხვედრაში აღმოჩნდა, ხო, აი კვლევამ როგორც საჩვენა, რომელიც ხარს დაუჭერს იმას, რომ თქვათ აი ეს პოზიტიური რაღაცნაირად ცვლილებები
აისახოს სამომავლოდ და გახდეს ასევე რაღაცნაირად კატალიზატორი ან გახდეს მოდელი იმისა, ვთქვათ, როგორ შეიძლება ამის განვითარება. ნახეთ, ასევე აი ახალი სკოლის მოდელში და ეს კვლევაშიც გამოჩნდა, რომ ყავდა ეგრეთ წოდებული coach-ებს, როგორც ეძახიან, ადამიანები, რომლებიც მუდმივად იყვნენ თითოეულ სკოლასთან კოორდინაციაში. ანუ დაახლოებით კვირაში 2-ჯერ, 3-ჯერ ეს ადამიანები მიდიოდნენ, ხვდებოდნენ მასწავლებლებს, ადმინისტრაციას და ეს სიახლეებს მუდმივად ერთად-ერთი მაგიდის გარშემო იჯდნენ, განიხილავდნენ და აი ამ განვითარებაზე იყვნენ ორიენტირებული. აღმოჩნდა სწორედ ის, რომ არას ვთქვათ ესეთი ცენტრალიზირებული, არამედ აღმოჩნდა, რომ სკოლის წიაღში არის მნიშვნელოვანი, იქვე თემში არის მნიშვნელოვანი, არსებობდეს პროფესიონალთა ჯგუფები, რომლებიც დაეხმარებიან სკოლებს სწორედ განვითარებაში. აი ელემენტარულად ეხა ისევ და ისევ ვახსენეთ ავტორიზაცია და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს პირველი სტანდარტი რაც არის, ეს არის ვთქვათ სკოლის პოლიტიკის დოკუმენტები, სკოლის მისია და ხედვა. და რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა სკოლას თავისი ხედვა უნდა ქონდეს. მე როგორ სკოლას ვაშენებ? ჩემი მიზანი რა არის? და რა ინსტრუმენტებს ვიყენებ იმისთვის, რომ ხარისხიანი ვთქვათ განათლება, პოზიტიური გარემო შეუქმნა მასწავლებელს და მოსწავლეს, ხო? ეს ყველაფერი ინდივიდუალურად ყველა სკოლამ თავის დოკუმენტში უნდა აღწეროს. და აი სწორედ ესეთი ვთქვათ ყოველდღიური მხარში დგომა, განვითარებამ მოგცა იმის შესაძლებლობა და გვაჩვენა, რომ რეალურად ამ ადამიანებმა შეძლებს ეს ძველი გამოცდილების გადაფასება და სიახლეების მიღება და მათი ფიქრი ვთქვათ შეიცვალა, ვთქვათ პოზიტიურისკენ, უფრო ქმედითი გახდა და ასე ვთქვათ განვითარებაზე ორიენტირებული. ანუ ინსპირაციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა, როგორ მოტივაციას მივცემთ და მზაობა ასევე სკოლის მხრიდან. რამდენად მზად არის სკოლა იმისთვის, რომ ეს სიახლეები მიიღოს. და ვინც მიიღო, ვინც ესე აქტიურად იმუშავა, ჩვენ ვნახეთ, რომ ის მისიის დოკუმენტები, პოლიტიკის დოკუმენტები შეიმუშავა და თამამად ავტორიზაციაზე ამ სკოლებმა წარადგინეს, როდესაც პირველი ავტორიზაციისთვის განისაზღვრა სკოლების რაოდენობა, სწორედ ეს ჯგუფი აღმოჩნდა მზად იმისთვის, რომ თამამად ის სტანდარტები, რომელსაც ითხოვს ავტორიზაცია, დაეკმაყოფილებინათ. ამიტომ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ თქვენი კითხვა, ისევ და ისევ ვიტყვი, რომ სკოლის დონეზე განვითარებას აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა. სკოლის დონეზე არსებულ ღირებულ რესურს, ადამიანურ და ინტელექტუალურ რესურს შეუძლია სკოლის გაძლიერება. ეხლა ვთქვათ დღევანდელ სიტუაციაში არსებობენ ძალიან ბევრი, ძალიან გამოცდილი და სწორი ხედვის მატარებელი მასწავლებლები, რომლის ახალისებაც შეიძლება, რომლის გამოყენებაც შეიძლება იმისთვის, რომ ხედავთ აი ამ ახალისებს. ზუსტად ესეც დააკლდა, ხო? აი ამ მე ვხედავ ამ შემთხვევაში რესურს ცენტრების ძალიან დიდ როლს. რესურს ცენტრს აქვს უდიდესი მნიშვნელობა მუნიციპალურ დონეზე, ესე მგონია, იმიტომ რომ არ არსებობს თემში არსებობენ ადამიანები ჯგუფი, აი თუნდაც არ ვიცი, მენტორი დავარქვით, ხო? დღეს ყველაზე მაღალი, ასე ვთქვათ, რანგის მასწავლებელი არის მენტორი მასწავლებელი და შეიძლება შეიქმნას სწორედ ესეთი ადამიანებისგან, შეიძლება მენტორი ბევრი არ არის სისტემაში, მაგრამ ისეთი ადამიანები, რომლებიც იცნობს სისტემა, ხო? იცნობს თემი, იცნობს სკოლა, იცნობს მუნიციპალიტეტი და რაღაცნაირად რესურს ცენტრებმა ითავონ თავის მუნიციპალურ დონეზე თავიანთი სკოლების განვითარება, რომ ყველა სკოლაში მოხდეს ისეთი რესურსების მობილიზება, რომელიც რეფორმას ხელს შეუწყობს. ანუ რაღაცა ეს დეცენტრალიზაცია და თქვათ აი ზემოთ სისტემიდან ჩამოწევა, თქვათ აი ამ უფლებამოსილების და ვალდებულებების მიგაჩნიათ, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი ბატონო, და დირექტორის როლი. დირექტორის როლი. საინტერესო ის არის, რომ რეალურად ჩვენ რეგიონულ დონეზე
აბსოლუტურად სხვადასხვა ტიპის სკოლები გვაქვს, ხო? იქნება ეს თქვათ კონტინგენტის რაოდენობით, იქნება ეს განსახლების თუ როგორ ქვია, გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით, იქნება ეს შესაძლებლობების მიხედვით, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, მასწავლებელთა შესაძლებლობები. სწორედ აი აქ მაინტერესებს რეალურად ახსენეთ, რომ თქვათ თუ იქნება რაღაცა ესეთი გუნდი, პროაქტიული გუნდი რესურს ცენტრის დონეზე, რომელსაც შეიძლება რომ დახმარება გაუწიოს ამ სკოლებს მათი საჭიროების მიხედვით, რეალურად შესაძლებელია რომ თქვა სკოლები გაძლიერდეს იმის მიხედვით, რისი პოტენციალიც გააჩნია, ხო? ეს არის სწორედ აი დეცენტრალიზაციის მთავარი არსი. ძალიან საინტერესო იქნებოდა ასევე ეს ჯგუფი მაშინ ვისაუბროთ იმაზე რაღაცნაირად რაოდენობრივადაც უნდა საკმარისი იყოს, რომ შეძლოს, ხო, აი ამ სკოლებში რაღაცნაირად შესაბამისი მხარდაჭერით აღმოჩენა. თუ ხედავთ თვითონ სკოლებს შორის კავშირების და სკოლებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებსაც, რომელმაც ასევე შეიძლება რომ რაღაცნაირად გააძლიეროს, თქვათ, სისტემა და ის რაც ავტორიზაციის მოთხოვნებს წარმოადგენს, სკოლებს შორისი ურთიერთობების საშუალებით მიღწევადი გახდეს იმ სკოლებისთვისაც, რომლებიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება არ არიან მზად რიგი მიზეზების გამო და არ არიან ისე განვითარებულები, როგორც ნაწილი სკოლების. აი ამას როგორ ხედავთ და სისტემამ როგორ შეიძლება წაახალისოს, თქვათ, აი ამ ტიპის თანამშრომლობები, ისე რომ ეს არ იყოს მხოლოდ, თქვათ, რაღაცა ადამიანების კეთილნებაზე დამოკიდებული. რაც შეეხება თანამშრომლობას, აღნიშნავ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და აგრეთვე რესურს ცენტრს უნდა კონდეს მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ შეძლოს მობილიზება მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის შეხვედრების ორგანიზება, ვორქშოპების ჩატარება, იდენტიფიცირება მასწავლებლების, რომლებიც შეძლებენ იყვნენ აი ამ რეფორმის, ამ სიახლეების გამზიარებლები. შესაბამისად, აბსოლუტურად გეთანხმებით იმ ნაწილში, რომ ეს თანამშრომლობითი კულტურა სკოლებს შორის ერთმანეთს აძლიერებს, ინფორმაციის გაზიარება ხდება, ახალი მეთოდების, ვთქვათ, პრაქტიკების, რომელსაც მასწავლებლები ყოველდღიურად იყენებენ, რა არის წარმატებული, რა მუშაობს, რა არ მუშაობს. ხო, ამ ნაწილში კიდევ ერთხელ აღნიშნავ, როგორც ვთქვი, რესურს ცენტრის როლი არის უმნიშვნელოვანესი. მაკოორდინირებელი, რაღაცნაირად სტიმულების მიმცემი, ინფორმაციის მომგროვებელი, ასე ვთქვათ, პატარა კვლევების ჩამტარებელი, თავის თემში არსებული ინფორმაციის, რა ვიცი, გამზიარებელი, თუნდაც სისტემისთვის იმ გამოწვევების, წარმატებული პროექტების, წარმატებების მოსწავლეებთან მიმართებით, მასწავლებლების ახალისების კუთხით, შესაბამისად, კი ბატონო. აბსოლუტურად გეთანხმებით. ეკა ჩვენ როდესაც საუბარი დავიწყეთ, რეალურად თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო ესეთი ფრაზა, რომ აი ფაზლებით არისო, ხო, ჩვენი რეფორმაო, სადაც თქვათ ერთი რაღაცა ასპექტის გაძლიერება აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა გაჯანსაღდება და თქვათ მიაღწევს იმ რაღაცა ხედვებს, რომელიც იდეალისტური შეიძლება იყოს ზოგადი განათლების რეფორმის თვალსაზრისით. აქ ამ ფაზლში რასაკვირველია, აი ვახსენეთ, რამდენჯერმე განსაკუთრებული როლი ენიჭება მასწავლებელს, ხო? მასწავლებლის კვალიფიკაცია, მისი მიდგომები, მისი ცოდნა, დამოკიდებულებები, სისტემის დამოკიდებულება და აღქმა მასწავლებლისა, როგორც აი ამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილისა, ხო, რეფორმის. აი ამ თვალსაზრისით, როგორ მოიაზრებთ მასწავლებლების პროფესიული განვითარების სისტემას, იმ თქვათ გამოცდილებაზე დაფუძნებით, იმ პოზიტიურ პრაქტიკებზე და ასევე იმ გამოწვევებზე დაფუძნებით, რომელიც აი ამ პერიოდში დაგროვდა სისტემაში. იქნება ეს ახალი სკოლის მოდელი და თქვათ იქ დავინახეთ, ხო, რომ აი ამ სქემასა და პროფესიული განვითარების სქემასა და სკოლის ბაზაზე განვითარებას შორის რაღაცნაირად კონფლიქტები წარმოიშვა, ხო? იქ არის კიდევ ასევე მნიშვნელოვანი ახალი მასწავლებლების, ვთქვათ, სისტემაში შემოყვანის საკითხები, რომელშიც უდაოდ დიდია როლი აკადემიისა, ხო? როგორ ვზრდით მომავალ მასწავლებლებს. აი, ამაზე რა შეიძლება რომ ვთქვათ?
ძალიან საინტერესო ამ ფაზლის ნაწილია მასწავლებელი უდაოდ ყველაზე დიდი ასე ვთქვათ როლი აქვს მასწავლებელს და კვალიფიციური გამოცდილი მასწავლებელი ეს არის ძალიან დასაფასებელი ნებისმიერი მასწავლებელი რაც დრო გადის და გამოცდილებას უფრო და უფრო მეც ვიძენ კიდე უფრო მეტად ვაფასებ მასწავლებლის როლს ეს არის უდიდესი შრომა როდესაც თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებასაც ვაკვირდებით ხო ისინი უდიდეს ასე ვთქვათ ენერგიას დროს ხარჯავენ იმისთვის რომ თუ კიდევ ერთხელ დაუბრუნდებით და ვიტყვით რომ მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემა გვინდა ავაწყოთ თან ხვდებით იმაზე რომ თითეული ადამიანი არის ინდივიდი და მისი განვითარება მიმდინარეობს ინდივიდუალურად შესაბამისად მე მოგეხსენებათ ინკლუზიური განათლებიდან მოვდივარ და ჩემთვის მოსწავლე და ადამიანი ყველაზე მეტად ღირებულია და მისი განვითარება და სისტემა სწორედ ასე უყურებ, რომ ჩვენთვის ყველა ადამიანი, ყველა მოსწავლე ინდივიდია და მას შესაბამისი მიდგომის, მეთოდოლოგიის, რესურსების გამოყენებით განვითარებაში მაქსიმალური, ასე ვთქვათ, კონტრიბუცია უნდა ჩაიდოს. თუ გვინდა აი ამ მიზანს მივაღწიოთ, რომ მასწავლებელმა იმუშაოს საკლასო ოთახში, იცნობდეს ყველა მოსწავლეს, იცოდეს ყველა მოსწავლის ძლიერი სუსტი მხარე, დაგეგმოს სწორედ გაკვეთილი, მართოს გაკვეთილი, რაც მარტივი არ არის. მას ჭირდება უდიდესი, ასე ვთქვათ, ენერგია, ცოდნა, გამოცდილება, პრაქტიკები რა მუშაობს, რა არ მუშაობს და სწორედ წინა თქვენი შეკითხვას ნაწილია, რომ რა მუშაობს, რა არ მუშაობს, რა არის ეფექტიანი სასწავლო პროცესში, მუშაობის პროცესში, ეს გამოცდილებები ძალიან აძლიერებს მასწავლებელს. შესაბამისად ის სქემა, რომელიც არსებობს დღეს და როგორც ვიცი, დღეს განათლების სამინისტრო მუშაობს, რომ ეს სქემა გარკვეულწილად განავითაროს და უკეთეს, ასე ვთქვათ, დონეზე, ასე ვთქვათ, თუმცა მე აღვნიშნავდი, რომ ისევ და ისევ ჩემთვის არის სკოლის ისეთი გაძლიერება, რომელიც შეძლებს სკოლის დონეზე დაინახოს მასწავლებლის პროფესიული განვითარება. აი მაგალითად სკოლის დონეზე თუნდაც დირექტორმა, არ ვიცი, დღეს კურიკულუმის კოორდინატორი არ ყავს სკოლებში, მაგრამ კათედრების ხელმძღვანელებმა შეიძლება ხო, თუნდაც მშობლების შეფასება, მოსწავლეების მხრიდან შეფასება მისცეს იმის საშუალება, რომ წაახალისოს ის უზარმაზარი შრომა, რომელსაც დებს თითოეული მასწავლებელი და არ დაველოდოთ, თქვათ, სისტემა როდის დაინახავს თითოეულ მასწავლებელს და არ ვიცი, აი რაღაცა ბალანსი ალბათ უნდა მოიძებნოს და თქვათ, საინტერესო იქნება როდესაც აი ამ რეფორმაზე დაიწყებს სამინისტრო მუშაობას, აი ეს დისკუსია ამ ნაწილში და საბოლოოდ რა სახეს მიიღებს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აი ჩემთვის არის ყველა მასწავლებელი. მიუხედავად თქვათ დღევანდელი არსებული წამყვანი ხო მენტორი მასწავლებელი არის მასწავლებელი და მე შიგნით უკვე როგორ ვოპერირებ რა დროს ვხარჯავ როგორი მასწავლებელი ვარ ჩემ დირექტორზე კარგად არავინ არის ის ვერ დაინახავს სამინისტრო მე გაკვეთილის როდესაც კარებს მივიხურავ როგორი მასწავლებელი ვარ ამიტომ უფრო საინტერესო იქნება ჩემთვის ესეთი მოდელი თუ იქნება ან ბალანსი აი ამ არსებულ მოდელს შორის იყოს დანახული. აბსოლუტურად. და ვახსენეთ აკადემიაც, ხო? უბრალოდ გვინდა რომ აი ამ მიმართულებაში ასევე დავინახოთ აი ვიცით რომ საქართველოში მასწავლებლების საშუალო საკი საკმაოდ მაღალია და რეალურად სამწუხაროდ ეს ასაკობრივი თქვათ საშუალო ასაკი არ მცირდება, ანუ სიმაღლისკენ მიდის. ანუ ჩვენი მასწავლებლები ბერდებიან, ხო? მნიშვნელოვანია რომ უფრო მეტი ახალი კადრი შემოვიდეს და გააცოცხლოს ეს სისტემა, არა მხოლოდ ასაკობრივად, არამედ თქვათ იმ ახალი ხედვებით, იმ ახალი გამოწვევებით, რომელსაც ისინი საკუთარ თავს დაუყენებენ როგორც მასწავლებლები და თავსებადი იქნება ეს იმ ხედვებთან, რომელიც სკოლის როგორც ინსტიტუციის გაძლიერებას ემსახურება. აი მე მაინტერესებს, სად ხედავთ აქ
ვის ხედავთ უბრალოდ ვისია ძალიან დიდი როლი იმისათვის რომ აი ეს შესაძლებელი გახდეს და ახალი კადრები შემოვიდნენ და რაღაცნაირად ძველი კადრების თანამშრომლობა გაძლიერდეს და ამავდროულად ვიცოდეთ როგორი მასწავლებელი გვინდა სამომავლოდ. აი აქედან დავიწყებთ, როგორი მასწავლებელი გვინდა გვყავდეს ამ სისტემას. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ამაზეც უნდა შევთანხმდეთ. მე როგორი მასწავლებელი მინდა ავღზარდო და რა თქმა უნდა, აქ ყველაზე დიდი როლი აქვს უნივერსიტეტს და იმ აკადემიურ ასე ვთქვათ პროგრამებს, რომლებიც არსებობს, ფუნქციონირებს და მე ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად გადაიხედოს და უფრო მეტად განვითარდეს ის პროგრამები, რომელიც დღეს არსებობს უნივერსიტეტებში და מחარებს ის, რომ დინამიკაში ორ უნივერსიტეტში ვასწავლი, ვკითხულობ ლექციებს და დინამიკაში, როდესაც ვაკვირდები, სტუდენტების რაოდენობა წლიურად იზრდება. ანუ მოთხოვნა მასწავლებლობაზე იზრდება, რა ძალიან מחარებს. და ის ახალი თაობა, რომელიც მოდის და ამთავრებს უნივერსიტეტს, უნდა იყოს, ასე ვთქვათ, დანახული და დასაქმებაზე უნდა იყოს გარკვეული, ასე ვთქვათ, ნაბიჯები გადასადგმელი. თუნდაც ის, რომ რაღაცა ბაზები არსებობდეს, სად არის საჭიროება, ვახსენეთ, თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოს არის ისე მოწყობილი, რომ გვაქვს მცირე კონტინგენტიანი სკოლები, მაღალმთიანი სკოლები. ესე ცალკე, ასე ვთქვათ, ძალიან მსხვილი სასაუბრო თემაა, როგორ უნდა მოხდეს აი ამ კადრების შევსება და ამ პოლიტიკის განსაზღვრა, ვთქვათ, აი იმ სტუდენტების ახალი თაობის წახალისება, რომ დასაქმდნენ თუნდაც მაღალმთიან სოფლებში ან სოფლად. ეს ერთი ნაწილია და მეორე ნაწილი, როგორც აღვნიშნეთ, ეს არის ის პროგრამები, ის ტექნოლოგიები, რომელიც დღეს იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ის თუნდაც იმ ახალ თაობაში აი ამის ცოდნის ინტეგრაცია არის მნიშვნელოვანი. დღეს არსებობს ზოგადად სკოლები, აი ესეთი კარგი გამოცდილი სკოლები, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებაც რო ავიღოთ, უამრავი, ასე ვთქვათ, ტექნოლოგიების იყენებს. აი მაგალითად სკოლის მართვის სისტემები არსებობს, მშობლებთან კომუნიკაცია ცალკე სისტემა არსებობს, საბიბლიოთეკო სისტემები არსებობს, სულ არის ტექნოლოგიებზე მიმული, ეს ერთი და მეორე ეს არის ლაბორატორიები, რომლებიც ვთქვათ, არსებობს ვირტუალური არაჩვეულებრივი ლაბორატორიები, რომლის გამოყენება სასწავლო პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ამ შემთხვევაში მოსწავლე თავისი ხელით ეხება და სწავლობს პრაქტიკის დონეზე, როგორ მუშაობს თითეული, ვთქვათ, არ ვიცი, ფორმულა, რომელიც უბრალოდ იზეპირებდეს და პრაქტიკის დონეზე დღეს მას არ ქონდეს შესაძლებლობა როგორ გამოიყურება, ამის უამრავი ტექნოლოგია არსებობს. აი ამ ტექნოლოგიების გაცნობა, მათი მართვა, გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ დღეს 21 საუკუნეში მივდივართ იქითკენ, რომ რაღაც ერთი, ვთქვათ, სიტყვის აკრეფით შეიძლება ისეთი ინფორმაცია მოვიძიოთ, რაც შეიძლება სკოლამ არ მოგცეს და უფრო სიღრმისეული იყოს. ამიტომ ამის ბალანსზეც არის საფიქრალი, რომ როგორ მოხდეს აი ამ ინფორმაციის, სხვა ინფორმაციის, მოქნილი ინფორმაციის, ვთქვათ, გაზიარება, გამოყენება. ამ ნაწილშიც ალბათ უნივერსიტეტების როლი მნიშვნელოვანი. არსებობს ასევე უამრავი პრაქტიკები. აი თუნდაც რო ავიღოთ, ხო, კურიკულუმი. არსებობს უამრავი მოდელი კურიკულუმის, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანა იყენებს. შეიძლება ამის დასწავლო, ისევ მივდივართ იქამდე, რომ ავტორიზაციამდე, რომ სკოლა თვითონ თავის მისიას, ხედვას, თავისი კურიკულუმს იმუშავებს, ხო? აი ამ, ვთქვათ, ნაცნობი, ვთქვათ, მოქნილი კურიკულუმების შესაბამისად, რაღაცა ასე ვთქვათ, შეკრავს თავის საკუთარ
ხედვას და თავის ვთქვათ რესურსებს, თუნდაც ტექნოლოგიების, კურიკულუმის განხორციელების პროცესში რა რესურსებს იყენებს, რა ტექნოლოგიას იყენებს. აი ამ ყველაფრის მოქნილობა და ცოდნა მგონია რომ უნდა მისცეს უნივერსიტეტმა და რა თქმა უნდა როგორც აღნიშნეთ სკოლის ზონაზე პროფესიულმა განვითარება და სისტემამ უნდა ხელი შეუწყოს დაეხმაროს ამ განვითარებაში, როდესაც ის რაღაცას თავის 7 წლიან გეგმას წარადგენს და აი ამ 7 წლის განმავლობაში სად უნდა განვითარების კუთხით მივიდეს. ხო, ამაში დაეხმარება უკვე სისტემები თავისი ბიუჯეტით, რომ სკოლა ფეხზე დადგეს, განვითარდეს და ავით ღირსეული გარემო შეუქმნას მოსწავლეებს, იყოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ზრუნვაზე ორიენტირებული, როგორც მოსწავლის ზრუნვაზე, ასევე მასწავლებლის ზრუნვაზე ორიენტირებული სისტემა და მაღალ ხარისხიან განათლებაზე ვისაუბროთ და ჩემთვის საკამათო თემაა ასევე რა არის ხარისხიანი განათლება, ხო? მუდმივად ვიძახით ხარისხიანი განათლებას ვთავაზობთ და რა არის? ყველასთვის თავისი ხედვა. მე ჩემი ხედვა მაქვს ხარისხიანი განათლების, თქვენი ხედვა. იმ სკოლას, მესამე სკოლას თავისი ხედვა აქვს, როგორ ხედავს ხარისხიან განათლებას. მე შეიძლება რაღაცა ხელოვნების კუთხით განვითარებით დავინახო. თქვენ რაღაცა უფრო ტექნიკური საგნებით, მე ტექნოლოგიით, ვიღაცამ არ ვიცი, უფრო ზრუნვაზე ორიენტირებული სკოლა იყოს. ეს არის სწორედ ის ხედვა და მისია, რომელიც სკოლამ უნდა შექმნას და სისტემა დაეხმაროს ამ განვითარებაში. აბსოლუტურად გეთანხმებით, ეკა. ძალიან საინტერესოდ საუბრობთ, ძალიან ბევრ საკითხს პრინციპში შევეხეთ აი ამ ჩვენ საუბარში, რომელიც უსასრულოდ შეიძლება გაიშალოს. თქვენ სწორად თქვით აბსოლუტურად, რომ თუ ვისაუბრებთ სისტემის დონეზე, რეფორმები, მათი ურთიერთკავშირები, ის კომპონენტები, ის ასპექტები, რომლისგანაც შედგება ეს ჩვენი ფაზლი სისტემა, ხო, ძალიან კომპლექსური, დიდია და უსასრულოდ ბევრ ნაწილისგან შედგება. შესაბამისად, უსასრულოდ ბევრ განხილვასაც მოითხოვს და ბევრი აზრის შეჯერებას მანამდე, სანამ თქვათ რაღაცნაირად ეს გარდაიქმნება იმ რეფორმაში, იმ ხედვაში, რომელიც სისტემურად მე უნდა განვითარდეს. ალბათ ამ ეტაპზე შეგვიძლია რომ რაღაცნაირად შევაჯამოთ ორიოდე სიტყვით თქვენ უკვე აღნიშნეთ რეალურად თქვათ აი ის ძირითადი ასპექტები რომელიც დაინახეთ როგორც უმთავრესი და მნიშვნელოვანი აი ამ რეფორმის განვითარებაში აი საბოლოო სიტყვით თუ შეაჯამებთ რაღაცნაირად აი ამ მომენტისათვის თქვათ რას ხედავთ როგორც ყველაზე მთავარ პრიორიტეტს აი ამ დიდ ფაზლში რაზეც სისტემის პოლიტიკის დონეზე შეიძლება რომ ყურადღება გავამახვილოთ ხო, აი კიდევ ვიტყვი, რომ ისევ და ისევ, როდესაც სამინისტრო იტყვის, რომ ჩვენ რეფორმას ვატარებთ, მე ვისურვებდი, რომ აი ყველა მიმართულებიც იმუშაოს პარალელურად. და ალბათ აი ამ ყველაფერს ჭირდება ასევე ის დაფინანსების სწორი მოდელი, რომელიც ასე ვთქვათ დაეხმარება აი ამ მიზნის მიღწევაში და სწორი ხედვა იქნება წარდგენილი, რომ მე აი ამ 2000 რაღაცა წელს მინდა ამ მიმართულებით ამას მივაღწიო რაღაც აი ამ ყველა კომპონენტში და საბოლოოდ მივიღებთ აი ამ რაღაცა შედეგს. თუმცა ეს მარტივი გზა არ იქნება. არა, ეს სტრატეგიას დაიწერა, თუმცა ნუ არ ვიცი ჯერ სად ვარ. ხო, ესეც შესაძლებელია. აი ესეც არის, რომ განათლების სისტემაში დღეს ჩადებული, ვთქვათ, რაღაცა ინვესტიცია არ აქვს მნიშვნელობა ფინანსური, ინტელექტუალური, არ ჩანს სწრაფად. და აი რაღაცა თუნდაც იმ კვლევამ მრავალი წლის მერე რაღაცა შედეგები მოგცა, ხო, პოზიტიურიც და რაღაცა გამოწვევებიც. თუმცა კიდევ ერთხელ ვისურვებდი, რომ რაღაცა ბევრი საღი ადამიანი, ვინც იცის ეს მიმართულება, დაჯდეს გუნდურად იმუშაოს ერთი მიზნისთვის, რომ ამ ქვეყანაში რეფორმა, რომელსაც განახორციელებს სისტემა, იყოს წარმატებული და სწორი, ასე ვთქვათ, ინვესტიცია ჩაიდოს აი ამ რეფორმის პროცესში. ძალიან დიდი მადლობა. საინტერესო იყო შეხვედრამდე. ნახვამდის.